გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმას და ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ და ამერიკის ხმის გუნდთან ერთად დღევანდელ გადაცემაში შემდეგ თემებზე გიამბობთ. ვაშინგტონმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა უკვე არაერთი სანქცია დაუწეს ეს მმართველი გუნდის წევრებს და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს. რა მდგომარეობა ექმნება ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე? უკრაინაში ომის მესამე წელი იწურება, ვითარება ფრონტზე რთულია, მშვიდობიანი ქალაქები კი კვლავ რუსული რაკეტების სამიზნედ რჩება. გერმანია მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ვინ მოიპოვებს უმრავლესობას და რა პოლიტიკას უნდა ველოდოთ წამყვანი პარტიებისგან. დარჩით ჩვენთან. რუსეთის ინტერესების დაწინაურებისა და საქართველოს მომავლისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. ამ სანქციებით ამერიკაში არსებული მასთან დაკავშირებული ყველა ქონება გაიყინება. ამერიკის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს კი მასთან ნებისმიერი თანამშრომლობა აეკრძალებათ. ამერიკის ხელისუფლება, რომელმაც მანამდე ათობით მაღალჩინოსან სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ზოგიერთი მათგანი კი უშუალოდ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობისთვის მაგნიცკის გლობალურ სიაშიც შეიყვანა, ხაზგასმით ამბობს, რომ ივანიშვილის ლიდერობით ქართული ოცნება საკუთარი მოქალაქეების, მედიის, ოპოზიციის, აქტივისტების მიმართ რეპრესიებს იყენებს. განცხადებაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელითაა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ ივანიშვილის ქმედებებმა ქვეყანა მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთისადმი, რომელიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ივანიშვილისა და ქართული ოცნების ქმედებებმა დაასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების სარგებლობა საქართველოში. მეტიც, მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადაახვევინა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თვეზე ნაკლებ დროში დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან რესპუბლიკელი კანონმდებლებიც. ჯო ვილსონი, რომელიც კონგრესში ჰელსინკის კომისიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კორუმპირებული ლიდერია, რომელსაც სძულს ამერიკა. კონგრესმენმა ვილსონმა თქვა, რომ ივანიშვილი ქვეყნის დიქტატურად გარდაქმნას ცდილობს. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის გეგმავს გაანადგუროს საქართველოს სუვერენიტეტი და დემოკრატია. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც თავადაცაა რამდენიმე ევროპული ქვეყნის სამოგზაურო შეზღუდვების სამიზნე, ამბობს, რომ ეს სანქციები რეალურად არის ჯილდო ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებისთვის. თავად ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით კი მისი თქმით არაფერი შეცვლილა, რადგან ის აქამდეც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იყო. ახლა კი დასავლეთს შანტაჟის შესაძლებლობაც ხელიდან აქვს გამოცლილი. ყოფილი დიპლომატები, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქართული ოცნების რეალური ლიდერის დასანქცირება იმ ადამიანის, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას მართავს და განსაზღვრავს, აქამდეც უნდა მომხდარიყო და რომ ეს ყველაზე ხმამაღალი განაცხადია. ფიქრობ, ეს ბევრი მიზეზითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს ქართულ ოცნებას და მთელ ქართულ საზოგადოებას უგზავნის მესიჯს, რომ ის არ არის უძლებელი. ქართული ოცნების ლიდერებმა დიდი დრო დახარჯეს ჩვენთვის იმის მტკიცებაში, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი მუქარა იყო. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს მოხდა და ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი მოწყვლადია. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შესაძლო გავლენა ამ სანქციებისა ისაა, რომ ამას შეუძლია აჩვენოს, რომ არსებობს სისუსტე, რამაც შესაძლოა გააჩინოს სხვადასხვა ბზარი და ნაპრალი ქართული ოცნების ლიდერებს შორის. უტოვებენ თუ არა სივრცეს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ქვეყანა დასავლურ რელსებზე დააბრუნოს და რა შეიძლება იყოს შემდეგი ამერიკა საქართველოს ურთიერთობაში. იდეა ისაა, რომ თუ მათ სურთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, ახალი არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობა და წინ წასვლა ცხადია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ სანქციების შესახებ ისაა, რომ ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის. აი აქ კი ყველაფერი უფრო რთულდება და ვფიქრობ, აქედან შემოტრიალება უკვე რთული იქნება. არავინ სულელდება იმით, თითქოს ქართული ოცნება როგორღაც დამოუკიდებელია რუსეთისგან. ეს ძალიან ნათელია. ჩვენ ვგრძნობთ ამას და ვხედავთ, რომ ის მოქმედებს როგორც რუსეთის აქტივი. ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება.
ახალი ადმინისტრაციის წევრები უკვე ამბობენ, რომ ბაიდენის გუნდთან თანამშრომლობენ და ინფორმაციას ცვლიან. კონგრესში კი არაერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ჩინეთისა და ირანის მეგობარმა მთავრობამ ამერიკის მხარდაჭერა და პარტნიორობა ვეღარ უნდა მიიღოს. ეკა მაღალდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. სულ რაღაც ორ თვეში 2025 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლის ათვლა დაიწყება. როგორი იყო გასული წელი უკრაინისთვის და რა რეალობით ხდება ის ომის კიდევ ერთ წელს. ფრონტის ხაზებზე ყველა მიმართულებით რთული ვითარებაა. მართალია ევროკავშირი და ნატო უკრაინის გვერდით დგომის ძველებური პირობის ერთგულია, მაგრამ გაურკვეველია უკრაინის მთავარი მხარდამჭერის, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ბედი. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ნახეთ მაია ქვარცხავას სიუჟეტი. More difficult is going to be the Russia-Ukraine situation. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შეცდომა უწოდა 2024 წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიღებულ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ევროპის რამდენიმე ლიდერთან ერთად კიევისთვის ნება დაერთო ამერიკული და ევროპული წარმოების შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთის შიგნით იერიშები მიეტანა. რითიც ტრამპმა მიანიშნა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ შესაძლოა მან ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ტრამპი ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონ, რათა მისივე სიტყვებით დასრულდეს სასტიკი ომი, რომელმაც უკრაინა 2022 წლიდან მოყოლებული მოიცვა. ტრამპმა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების პირობა ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთხელ დადო და დღესაც იმეორებს, რომ შეეცდება მისი შემდეგი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, რისთვისაც შესაძლოა კომპრომისზე წასვლა ორივე მხარეს მოუხდეს. შეთანხმება უნდა შედგეს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ეს ომია, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკიც უნდა დათანხმდეს და პუტინიც. ომში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი 9 მილიონს აჭარბებს. დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა კი შესაძლოა მილიონზე ბევრად მეტიც კი იყოს. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს ტრამპის მიერ კიევისთვის ამერიკული მხარდაჭერის შეწყვეტას. ვილსონის ცენტრის ექსპერტის უილიამ პომერანცის აზრით, ამას უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო შედეგები მოჰყვება და შესაძლოა ტრამპი ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს დააპირისპიროს კიდეც. I see a potential clash. ხედავ შესაძლო დაპირისპირებას ნატოს წევრ მოკავშირეებსა და პრეზიდენტ ტრამპ შორის იმაზე, თუ როგორი იქნება ომის მომავალი. გულწრფელად გეტყვი, როდესაც ტრამპი მოლაპარაკებებზე საუბრობს, ეს სინამდვილეში უკრაინის მასში ჩართვასა და დანებებას ნიშნავს. მაგრამ რუსეთს ის რეალურად არანაირ პირობებს არ უყენებს. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამერიკის ხმას ეუბნება, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში ურყევი იქნება. ნატოს მხარდაჭერა რკინასავით მტკიცეა. ეს ვიცით ჩემი ქვეყნის, ნიდერლანდების მაგალითზე. ნახეთ რა ქნა გერმანია, საფრანგეთი აიღეთ, ბრიტანეთი, მთელი ევროპა, ნებისმიერი ნატოს მოკავშირე. თქვენთან ერთად ვართ. გსურს რომ ძლიერ პოზიციაზე იყოთ, რომ ერთ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეთ. ამაზე ვიმუშავებთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთანაც. უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ ფრონტის ხაზებზე ვითარება კიევისთვის რთულია. რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე 2024 წელს უკრაინამ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა. რუსეთის ძალები რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკივის ოლქისკენ და აღმოსავლეთში დონეცკისკენ. რუსებმა წელს რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი დაიკავეს, მათ შორის ავდიივკა და ვუჰლედარი. 2024 წელს უკრაინასაც ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატება. აგვისტოში ჩრდილოეთ საზღვრის მხარეს უკრაინის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრნენ და რუსეთის ტერიტორიის ნაწილს დღემდე აკონტროლებენ. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების ათასობით ჯარისკაცი ჩაიყვანა, როიტერის ცნობით უკრაინამ მოპოვებული ტერიტორიის დაახლოებით 40% დაკარგა. როდესაც უკრაინის პრეზიდენტს კითხეს, არის თუ არა ის მზად ცეცხლის შეწყვიტოს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამისთვის უსაფრთხოების გარანტიების და მშვიდობის გეგმის ნახვა დასჭირდება. ბრიუსელში ბოლო ვიზიტისას ზელენსკიმ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ომის დასრულებაში ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ჩართვას.
პრეზიდენტი ტრამპი ძლიერი ადამიანია და ძალიან მინდა ის ჩვენ მხარეს იყოს. სურს მას ომის დეტალებზე მოუყვე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის არ იყო ამ ომში. არ იყო მაშინ პრეზიდენტი. დიდი სურვილი მაქვს ტრამპი ამ ომის დასრულებაში დაგვეხმაროს. 2024 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისადმი მზაობა რუსეთის პრეზიდენტმაც გამოთქვა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ის წინაპირობებს არც კი წამოაყენებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეიძლება. ეს კი კრემლის აზრით პარლამენტია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში საომარი ვითარების გამო დანიშნულ დროს ვერ ჩატარდა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი გამუდმებით საუბრობდა უკრაინის იმ 4 რეგიონზე, რომლებსაც ის რუსულ ტერიტორიად მიიჩნევს. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მზად ვართ ორივესთვის, მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის. ბოლოს და ბოლოს შეთანხმებას ხომ სტამბოლში 2022 წლის ბოლოს ერთხელ უკვე მივახციეთ. ჩვენ კი მზად ვართ, მაგრამ მეორე მხარეც უნდა იყოს მზად როგორც მოლაპარაკებების, ისე კომპრომისებისთვის. რაც უნდა ულმობელი აგრესორი იყოს, ის საკუთარ საშინაო პოლიტიკაში პუტინს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ უკრაინასთან ომისთვის წერტილის დასმა სურდეს. ამბობს ჩარლზ კუპჩანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი. პუტინს შეეძლება იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მან დაიცვა რუსულენოვანი ეთნიკურად რუსი მოსახლეობა და რომ ამით კრემლის მისია წარმატებით დაასრულა. უკვე რახანია პუტინი ომის შეთანხმებით დასრულების პოტენციურ შესაძლებლობაზე საუბრობს, მაგრამ ის მიერ წარდგენილი მოთხოვნები უკრაინელებისთვის სრულებით მიუღებელია. პუტინმა იცის, რომ არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასრულებას მიზანდასახულად ცდილობს. სავსებით შესაძლებელია პუტინი მომავალ თვეებში ომის შეწყვეტას დათანხმდეს. არ მგონია, რომ ტერიტორია იყოს დიდი პრობლემა. ეს ბევრი ნიშნით ყველაზე ადვილი გადასაჭრელი იქნება. რუსები გააკონტროლებენ იმას, რასაც უკვე აკონტროლებენ. უკრაინელები კი ქვეყნის დანარჩენ ნაწილს გააკონტროლებენ. უფრო რთული გადასაწყვეტი იქნება პუტინის დამატებითი მოთხოვნები და შეძლებს თუ არა ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი მოკავშირეების ამ მოთხოვნებზე დაყოლიებას. ვაშინგტონში მოელიან, რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის 45 პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში 4 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ბრუნდება, უკრაინაში ომის დასრულების საკითხს დღის წესრიგში პოსტის დაკავებისთანავე ძალიან მალე დააყენებს. შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ამერიკელთა განწყობები მსგავსად იცვლება. დეკემბრის ბოლოს გალოპის მიერ გამოქვეყნებული კვლევით, უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება ახლა გაცილებით მეტ ამერიკელს სურს. ვაშინგტონში დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიაზე საპრეზიდენტო ფიცს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სულ რამდენიმე კვირაში დადებს. ამასობაში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლების გადაცემამდე მაქსიმალურად ცდილობს უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი სახსრები დროულად გახარჯოს და დაპირებული დახმარება უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს. მაია ქვარცხალა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ამერიკის მხარდაჭერასთან ერთად უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპელი ლიდერების მიერ მისი დახმარების პირობის ერთგულებაც. მნიშვნელოვანი არჩევნებია თებერვალში გერმანიაშიც. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ წარმატება აქვს მემარჯვენე პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, რომლის ლიდერებიც არ ემხრობიან უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. გერმანიამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ კიევს დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა. გერმანიაში თებერვალში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის გამოკითხვებში მეორე ადგილზეა. პარტია ევროკავშირის დატოვების და უკრაინის დახმარების შეწყვეტის მომხრეა. ფედერალური გამომძიებლების თანახმად ეს პარტია იმ ორგანიზაციებს შორისაა, ვისაც ეჭვობენ, რომ რადიკალური მემარჯვენე მიმართულება აქვს. თუმცა მისი ლიდერები ამას უარყოფენ. გერმანიის მომავალზე კომენტარი ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა ილონ მასკმაც გააკეთა. მისი თქმით, გერმანიის გადარჩენა მხოლოდ ამ პარტიას შეუძლია. პარტიის ლიდერი მას საპასუხო ვიდეოთი გამოეხმაურა. ძვირფასო ილონ, ძალიან დიდი მადლობა ამ განცხადებისთვის. ალტერნატივა გერმანიისთვის მართლაც არის ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ალტერნატივა. მე თუ მკითხავთ, ჩვენი უკანასკნელი შანსი. ილონ მასკი მანამდე ბრიტანელ კანონმდებელ ნაიჯელ ფარაჯსაც შეხვდა და პოპულისტური რეფორმის პარტიის დაფინანსებაც განიხილა. რამდენიმე გერმანელმა კანონმდებელმა ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიის მხარდაჭერის გამო ილონ მასკი უკვე გააკრიტიკა, თუმცა კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ აზრის გამოხატვა დემოკრატიის ნაწილია.
სიტყვის თავისუფლება მულტიმილიარდერებსაც ეხება, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ასევე ნიშნავს, რომ შეგიძლია თქვა ის, რაც არ არის სიმართლე, ან არ გულისხმობს კარგ პოლიტიკურ რჩევას. წამყვანი პარტიები გამორიცხავენ პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის თანამშრომლობას ან კოალიციას, მაგრამ ულტრამემარჯვენე პარტიამ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით უკრაინასთან დაკავშირებული დისკურსი მაინც შეცვალა. ეს იმ კუთხით მოხდა, რომ წამყვან პარტიებს ახლა ნაკლები შესაძლებლობა და სურვილი აქვთ ღიად ისაუბრონ უკრაინის მხარდაჭერის სასარგებლოდ, რადგან ეს პარტია სწორედ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ატარებს კამპანიას. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა. ეკონომიკურმა წნეხმა კი მთავრობის ხარჯი ამ მიმართულებით საარჩევნო კამპანიის თემად აქცია. კანცლერ შოლცის სოციალ-დემოკრატებს სურთ აწიონს შეზღუდვები მთავრობის მიერ სესხის გაცემაზე, ნაწილობრივ უკრაინის მხარდაჭერის დასაფინანსებლად. გამოკითხვებში მოწინავე ქრისტიან-დემოკრატები ფრიდრიხ მერცის ლიდერობით მეტ სესხებას ეწინააღმდეგებიან. მე არ ვფოკუსირდები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ან ახალვალზე, მაღალ გადასახადებებზე ან გადანაწილებაზე. ევროპაში არსებობს შიში, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობისას უკრაინის დახმარების პოლიტიკა შეიძლება ვაშინგტონმაც შეცვალოს. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ გერმანიის მეტი ლიდერობა და მეტი დაფინანსება იქნება აუცილებელი. ვალის დაფინანსების გარეშე კი შიშობეს შესაძლებელი არ იქნება. დონალდ ტრამპი გამუდმებით მოუწოდებდა ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვაზე მეტი დახარჯონ. სამთავრობო ფინანსების ხარჯვის თაობაზე მეტი ყურადღების ფონზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გერმანიის მომდევნო ლიდერს ქვეყნის შიგნითაც ბევრი გამოწვევა ექნება და მის საზღვრებს გარეთაც. გადაცემას კი ნიუ-იორკიდან რეპორტაჟით დავასრულებთ. ქალაქიდან, სადაც პრაქტიკულად ყველა ეროვნული, ეთნიკური წარმომავლობის თუ რელიგიური მრწამსის ადამიანს შეხვდებით. თამუნა ქემერტელიძე ერთ-ერთ ეპისკოპალურ ანგლიკანურ ეკლესიაში მივიდა, სადაც შობის დღესასწაულს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად აღნიშნავენ. წელს საქართველო მათი საშობაო ლოცვისა და სურვილების ნაწილიც იყო. ეს ნიუ-იორკში ერთ-ერთი ეპისკოპალური ეკლესია. ადგილი შემთხვევით არ შეგვირჩევია. აქ არა მარტო ამერიკელებს, არამედ ქართველებსაც შეხვდებით. ჩვენც გაგვიმართლა ამ ეკლესიაში ისეთი ადამიანები აღმოვაჩინეთ, რომლებმაც წლების წინ საქართველოში იმოგზაურეს და დღემდე ახსოვთ ქართულიც და საქართველოც. გილოცავ შობას ახალ წელს. პირველად საქართველოში ვიყავი 83-ში და ძალიან ბევრი მეგობრებს ხავს. შობა შეუცვლელია მას ყოველ წელს აღნიშნავთ. ცვლით საჩუქრებს ვეხმარებით ერთმანეთს. მახსოვს ბავშვობაში ხანდახან ღამის 4 საათამდე არ ვიძინებდით. ხუმრობდით, ვერთობოდით, ვიცინოდით საჩუქრებზე. მაგალითად, მამაჩემ შეიძლება ისეთი საჩუქარი მიეღო, რომელიც საერთოდ არ უნდოდა. მაგალითად, ჰალსტუხი. მერე ყველანი ვახშამზე ვხვდებოდით, ვღეროდით საშობაო სიმღერებს. მე ჩიკაგოსთან ახლოს გავიზარდე და ხანდახან შობის ღამეს გარეთ საშობაო სიმღერებს საათობით ვღეროდით. სანამ ხელის ცითები არ გაგვეყინებოდა. მერე სხვადასხვა სახლში ვჩერდებოდით გასათბობად და ცხელ სიდრის ვსვავდით. ახლაც ვზეიმობთ ცხადია. წელს შობის ღამეს ეკლესიაში ჯაზის კონცერტია. საქართველოსთან კავშირი აქ აშკარა. ეს მამა სტივენია. საქართველოში ისიც ნამყოფია და ქართულ ხალხს კარგად იცნობს. გვიყვება, რომ წლევანდელი შობა იქ განსხვავებული იქნება, ისევე როგორც ყველა წელს. იცით, აქ წელს ქართული სამზარეულო გვექნება. ქართველები ამ ეკლესიაში შარშანას დადიოდნენ, თუმცა წელს მათი რაოდენობა გაიზარდა. შობას ერთად აღნიშნავთ. ყველას მოაქვს თავისი ტრადიციული სამზარეულოდან რაღაც. მათ შორის ქართველებსაც ჩვენ ლოცულობთ საქართველოსთვის. ეს მას დღეს ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ალბათ მოусმენდით. ჩვენ წირვაშიც მოიხსენიეთ თქვენი ქვეყანა. დღეს ალბათ მოისმინე ვილოცეთ საქართველოსთვის და მეც ესეთი განწყობა მაქვს, ანუ ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველოს მშვიდობა იყოს და დაალაგდეს სიტუაცია. ისეთი ზარზემით ვერ აღნიშნავთ წლევანდელ შობას, იმიტომ რომ მაინც და მაინც არ არის სახარბიელო სიტუაცია საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ შობას უფრო მეტად დიდი სიხარულით აღნიშნავთ. ამერიკელებისთვის და ქართველებისთვისაც შობას ყოველთვის თან ახლავს ტრადიციის შეუცვლელი ელემენტები. განათებების, საშობაო სიმღერები, საჩუქრები, ყველაფერი კი ეს ერთობლიობაში რაღაც ახლის და კარგის მოლოდინს ქმნის. ამ დღეს ყველა რაღაცას ელოდება, არ აქვს მნიშვნელობა სათხარ და რა ეროვნების.
ჩემთვის შობის მთავარი ნაწილი მეგობრობას, ლოცვას, თაყვანიცემას უკავშირდება. ამ დღეს ყველანი ოჯახში ვიკრიბებით ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით, უმღერით საშობაო სიმღერებს და რა თქმა უნდა მივდივართ ტაძარში. იცით, შობა ჩემთვის ყოველ წელს უფრო მეტ გამოცდილებას ნიშნავს. ის სულ უფრო მეტად მაძლიერებს. მე ორი შვილი მყავს. შობა ყველას ძალიან გვიყვარს. იმედია წელს შობას თოვლთან ერთად შევხვდებით. ჩემი შვილები მას ძალიან ელოდებიან. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა შეგიძლია შობა ოჯახთან ერთად აღნიშნო. ჩვენ ყოველ წელს ვიკრიბებით შობას ერთად აღვნიშნავთ. თვლით საჩუქრებს, ვმღერით, ვამზადებთ ტრადიციულ კერძებს. ეს უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული. წელს ყველა ერთად ვახშამდე წავალთ. შობას ხშირად სასურველ გარემოში ხვდები, ხშირად იქ ხარ, სადაც უნდა იყო, ან პირიქით. ამ ბოლო კადრებით კი უბრალოდ ნიუ-იორკში ვართ და უბრალოდ იმ ქალაქში, სადაც შობა საზეიმო განწყობას ნამდვილად ქმნის. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას. ვაშინგტონი დღეს მე ეკა მაღალდაძე ვარ. ეს წლევანდელი ბოლო გადაცემაა. გილოცავთ შობა ახალ წელს მათ, ვინც ამ დღესასწაულებს ზეიმობთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. შემოგვერთით მომავალ კვირასაც ტრადიციულად საქართველოს პირველ არხზე ამავე დროს ჩვენი ამ და სხვა გადაცემების ნახვა კი შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com სიახლეებისთვის თვალისადევნებლად გამოვყევით Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.